უნდათ რომ შეგვაშინონ, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, ამაშია მთელი საქმე. რას ცდილობენ? ეს არის სრული ისტერიკა. რეჟიმი არის ისტერიკაში. მას ეშინია ქუჩაში ხალხის გამოსვლის, ამიტომ შემოიღო დრაკონული სანქციები ამ ხალხის საწინააღმდეგოდ. იქ 15 დღიანი პატიმრობის ვადა 60 დღემდე გაზარდა. იქ 500 ლარიანი ჯარიმა სადაც იყო თავისთავად მაღალია ეს ჯარიმა, მაგრამ ეხა 5000 გახადა და ასე შემდეგ, მაგრამ ხალხს რო არ ეშინია, აგერ ალექსი პეტრიაშვილმა მომწერა დღეს რომ კიდე ერთხელ დაუჯარიმებიათ. უკას არ ეშინია ამის თანაჯარიმების, უკვე 4ჯერ დააჯარიმეს, ანუ 20000-ზე ავიდა მისი ჯარიმები, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ უკა ისევ გავა ნებისმიერ მიტინგზე თუ მარშზე თუ რაც იქნება. ამათ ასე ვთქვათ აღეზიანებდათ საჯარო სექტორში დასაგმებული პირების აქტიურობა, მათი პროტესტი დაახლოებით 6000 კაცმა გამოთქვა ღია პროტესტი მავნებლური და ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც კობახიძემ გამოაცხადა 28 ნოემბერს და რასაც მოყვა ეს დაუსრულებელი პროტესტი. და ახლა ითხოვენ სამსახურიდან, ასე ვთქვათ, ასობით უკვე გაათავისუფლეს, ბევრი ასეული თუ 1000-ეული კიდე გათავისუფლდება, ახლა უკვე დაანონსებული და მიმდინარე ზოგან რეორგანიზაციის საფუძველზე. მათ აღეზიანებთ დამოუკიდებელი მედია და ახლა გადაწყვიტეს, რომ გადაუჭრან მას ფინანსური გზები და ასე შემდეგ. მათ აღეზიანებდათ ყოველთვის, ახლაც აღეზიანებთ NGO სექტორი, აგერ 4 მცდელობა არის, ეგრეთ წოდებული ფარასი, ყველა წინა მცდელობას ფარა ერქვა და ბოლოს რომელია ეს ფარა? აღმოჩნდა რომ ისინი არ ყოფილან ფარა. სინამდვილეში ხო, ისინი არ ყოფილან ფარები, ხო? შემთხვევაში რომ დღესაა აქვს ფარები. სინამდვილეში ფარა იქნება, ამერიკული ტექსტი იქნება თუ ჰოლანდიური ტექსტი თუ რაღაცა სხვა დემოკრატიული სამყაროს ტექსტი. არა დემოკრატიულ გარემოში რუსული არ აღიქცევა. ის მაინც რუსული კანონი იქნება. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. და თვითონვე თქვეს, რომ ეს რა ჰაერში გასროლა, მიზანსაცდენელი გასროლა მოგვივიდა შარშან, კაცი არ დაემორჩილა ამასო და რატო გონიათ რომ ახლა დაემორჩილება რაო, სისხლის სამართლებრივი ვითომ პასუხისგებლობის გვეშინია ვინმეს, აი მე დღეს სახლიდან გამოვედი საკმაოდ ადრე, რომ მოსულიყავი აქ და აი სულზე მოუსწარი. რატო? იმიტომ რომ საშინელი საცობი არის გზაში. ამისთანაც საცობი მათ დაემართებათ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, განსაკუთრებით სასამართლოებში, პროკურატურაში, პოლიციაში და ყველა სხვა სტრუქტურაში, რომლებსაც მოუწევთ ამ ყველაფრის ამ რაღაცა დრაკონული შეზღუდვების აღსრულება. ისედაც გადატვირთული იყო ყველაფერი და ახლა ყველაფერს რო გრძალავენ, ხო ამ ხალხის კიკისერზე არის, მათზე ახეა რა თქმა უნდა, ვინც ამას ასრულებს. ისემც უქნია დღე და ღამე ზეზე გაუტარებიათ. მაგაში არ არის საქმე, ისინი არ მენანებიან. უბრალოდ გაიჭედება ეს სისტემა და ამის მომსახურება, ამდენი აღსრულების დღეს ახლა სუბარე გამოსულა და უთქვია რომ ეს ყველაფერი კარგია, მაუწყებლობას რო ხურავთო, იმას რო კეტავთო, იმას რო აღშობთო, მაგრამ რა უყოთო ახლა ამ ინტერნეტსო და ინტერნეტის თვალყურის დევნებას ეხუბრები თქვენ. პეტრემ რა დაწერა პავლეს შესახებ ინტერნეტში. ამას გადევნება არ უნდა, ფიქსირება არ უნდა, მე რაღაცა ქაღალდების შევსება არ უნდა, ამას ადამიანი უნდა საბოლოო ჯამში, რობოტი იქნება ის თუ რაღაცა, მაინც რაღაცა დრო უნდა, რესურსი უნდა. ხო და როგორ აპირებენ ამის ყველაფრის აღსრულებას? მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ხალხი არ ემორჩილება. ყოველს თავისებური დაუმარჩილებლობის და პროტესტის წესი აქვს. აი დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელმაც არც ფული მისცა ივანიშვილს, არც რამეში შეეპუა,
ან რატო უნდა მიეცა როცა არ ქონდა არავითარი დემონსტრაციულად გადაკვეთა საზღვარი ისე რომ მეუბნებოდნენ რომ უცებ გაქრა ეს კაცი მიუხედავად იმისა რომ კი არ გაქრა წავიდა აქედან ესე იგი საზღვარი არ ქონიათ ხო ვერ აკონტროლებენ ხო ამას ნიშნავს ეს ყველაფერი აი და ასეთივე გაუკონტროლებლობა მოუვათ ყველაფერთან დაკავშირებით ამაზე ნეტად უფიქრიათ მაგრამ შეიძლება უფიქრიათ შეიძლება არ უფიქრიათ მაგრამ აი ასეთ ვითარებაში არიან თვითონ და ყოველ წუთში რაღაც ახალ-ახალის მოგონება უნდათ რომ როგორმე აი ამ კრიზისიდან ამოდრონ სინამდვილეში ამ ჭაოში კიდევ უფრო ღრმად შეტოპეს. თქვენ ახსენეთ ბაჩიაშვილი, ივანიშვილი დაძდევს მის ძალაუფლებას და ფულს. ყველაზე მეტად ეს ორი რამ აღელვებს ხოლმე. შესაბამისად მისთვის პირადი საკითხი იყო, დარწმუნებული ვარ ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესების. ხო შორის ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ ის არ ეცლება, ანუ არ ყრის ფარხმალს, უბრალოდ ქვეყნის გარეთ მიდის, იმიტომ რომ გააგრძელოს ეს ბრძოლა და მას ივანიშვილი დაემუქრა, მათ შორის ივანიშვილის ციხეში, როგორც ჩანს ჟურისძიებით, ჩასმით არა მარტო, არამედ მერე დამატებითი ჟურისძიებით კიდევ. აქ უნდა ვიკითხო, თქვენ მის საქმეს იცნობთ, შეისწავლა საერთაშორისო გამჭვირვალობამ ეს საქმე. რამდენად იყო ეს ივანიშვილის პირადი ჟურისძიება და უბრალოდ ფულის წართმევის სურვილი ბაჩიაშვილის მიერ და არაფერი სამართლებრივი ამ საქმეში არ იყო. არა, ამ საქმეში არაფერი სამართლებრივი არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი ცესხი. ბაჩიაშვილმა თხოვა ივანიშვილს, რომ გაეწია მასთან და მე დახმარება რომ ბანკიდან აეღო სესხი ბანკს მაინდა-მაინც ამ სესხის გაცემა არ უნდა და ივანიშვილმა რამდენჯერმე დაურეკა თავის ასე თქვათ ბანკის მენეჯერს და ასე შემდეგ საბოლოო ჯამში გაფორმდა სესხი ახლა ივანიშვილი 8 წლის მერე ამბობს რომ ეს სესხი კი არა ჩემი ინვესტიცია იყო კი მაგრამ სად არის წერილობითი დოკუმენტი რომ ეს იყო ინვესტიცია სად არის თურნავა იქ და სლომაზე მოიყვა ხო ნუ ეს ახლა თურნავას და მის რა ქვია ნატო ხაინდრავას დამოუკიდებელი მოწმეობის და გულწრფელი მოწმეობის არ ჯერა ამ ქვეყანაში არავის, მათ შორის არც ივანიშვილს ჯერა და საბოლოო ჯამში ვერაფერსაც ვერ მიაღწია. მთლიანად გააშიშლა თავისი რაღაცნაირი მერკანტილური და შურისმაძიებლური მისწრაფებები ამ საქმეში. ისიც კი იკადრა, რომ სასამართლოში მისულიყო, მართალია ფიზიკურად არ იკადრა, მაგრამ დისტანციურად მისაჩვენება ამ თავის მოხელეებს, თავის პირად მსახურებს. ათასნაირი ტყუილი სიცრუე და სიყალბეა თქმევინა ეს ყველაფერი მოაშიშლა და საბოლოოდ რას მიაღწია საბოლოოდ ბაჩიაშვილი გაეპარა უბრალოდ ელემენტარულად ვერც ფული მიიღო და ვერც ბაჩიაშვილი ციხეში ვერც ფული მიიღო ვერც ბაჩიაშვილი მიიღო ციხეში გარდა იმისა რომ აბსოლუტურად ასე თქვათ მოაშიშლა თავისი ეს ძალიან მდარე გრძნობები და მიზნები სხვა ვერაფერს ვერ მიაღწია. სულ ბოლოს უნდა კითხოთ ის ცდილობს ლობისტური კომპანიების საშუალებით შეერთებულ შტატებთან პირადი სანქციების თემის მოგვარებას არის ასეთი ინფორმაცია. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? მე რომელი სანქციების მოგვარება შეუძლია? ეს სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება და გაპარტოვდება. აგერ ესტონეთმა გუშინ გამოაცხადა 55 კაცის სანქციების თაობაზე ჩვენ დავდებთ სიას, სადაც თითოეული აი ამ 55 კაციდან мотиваცია რა რით არის განპირობებული, რის საფუძველზე არის ეს ხალხი სანქცირებული, ამას ყველაფერს გამოაქვეყნებთ. აგერ ლიეტუამ 70-ზე მეტი კაცი კიდე დასანქცირა. ახლა თუ ვინმეს გონია რომ კაი არ წავლენ ამ ბალტიისპირეთში თქვათ და ასე შემდეგ ეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და სახელმწიფოები არიან ევროკავშირის წევრი ევროკავშირში შეღწევა ბალტიისპირეთში შეღწევა ეს ევროკავშირში შეღწევა არის და პირიქით ხო აქედან გამომდინარე ეს არ არის თულად მარტივი რომ ესტონეთში არ წავალ თორე სადაც მინდა და დანარჩენი იქ წავალ ეს ასე არ არის სინამდვილეში და თუ აინტერესებთ უფრო პოპულარული დიდარი დემოკრატიული ქვეყნები ევროკავშირის წევრი როდის ასე თქვათ მიიღებენ ანალოგიურ ან შეიძლება უარეს გადაწყვეტილებებს ამას დაველოდებით და ვნახავთ მე რატომღაც ეჭვი მაქვს რომ ისინიც მიიღებენ ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებს და არა მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნები